ძველი საიდუმლო. მინდა დედა დამიძახონ და დაიჯერონ, რომ უდანაშაულო ვარ. მინდა რომ სიმართლე იცოდნენ ზუჰალ. უდანაშაულო ხარ ჩინარ. მე მჯერა შენი. სწორედ ამაზე გელაპარაკები. შენ შვილებსაც აქვთ უფლება სიმართლე იცოდნენ. მე წავალ და დაველაპარაკები. უარს ნემეთყვი. გმადლობ. მაგრამ მირჩევნი ამ საქმეში არ ჩაერიო. ესმას და ჩეთინს მე და სეჰერი დაველაპარაკებით. კარგი. შენ უკეთ იცი. რთულ მდგომარეობაში ხარ. ღმერთმა ხელი მოგიმართოს. იმედია ესმაც და ჩეთინიც დაიჯერებენ, რომ უდანაშაულო ხარ. არ დანებდე, კარგი? მოკლედ. ახლა წავალ. თუ რამე დაგჭირდება, აუცილებლად დამირეკე. სიამოვნებით დაგეხმარები. უკან არაფერზე დავიხე. ღმერთმა ხელი მოგიმართოთ. ალო დედა, ახლა ჩინართან ვიყავი. ცუდი ამბავი მაქვს. სეჰერმა და ჩინარმა ეშმაკური გეგმა შეადგინეს. გადაწყვიტეს ესმას და ჩეთინს სიმართლე უთხრან. კარგია რომ დაგიჯერე და ჩინართან მივედი. ალო? ალო დედა. უკვე ტელეფონსაც მითიშავს. ისო სირცხვილო ქალი ამჯერად რისთვის მოვიდა. ზუჰალმა ყველაფერი გაიგოდაო. ამჯერად გულწრფელი მომეჩვენა. დახმარება შემომთავაზა, მაგრამ უარი ვუთხარი. ღვთისწყალობით ყველაფერი გამომივა. ახლა აღარ მეშინია. შვილებს აუცილებლად დაველაპარაკები. იმედია ჩვენი ოჯახი ისევ გაერთიანდება. ამის იმედი მაქვს და ხომ გაიგონა შენმა ცოლმა რა თქვა თურგუთ. ის მკვლელი ჩემს შვილიშვილებს დაელაპარაკება. ყველაფერს ეტყვის. ურცხვად დადგება მათ წინ და ამაყად ეტყვის. მე დედა თქვენი ვარო. ახლა მაინც დამიჯერებ. ეს თხოვნებული მამა შენის იარაღია. შენზეა დამოკიდებული აიღებ და მომაშორები მკვლელს თუ არა. ის ქალი ჩემს შვილიშვილებს არ უნდა დაუახლოვდეს. ჩვენი ოჯახის სიმშვიდისთვის და ღირსებისთვის. შენი ძმის ხსოვნის გულისთვის. ის მკვლელი მოკალი თურგუთ. დედა ყველაფერი მთხოვე. ოღონდ ამას ნუ მთხოვ. ფიქრობ რომ ამას ვერ გააკეთებ არა? გააკეთებ თურგუთ. შენ ამას შეძლებ შვილო. ისე მოიქცევი რომ შენი ძმის ღირსება დაიცვა. ეს შენი ძმის შვილებისთვის უნდა გააკეთო, რათა მათ ცხოვრება არ დაენგრეთ. 20 წლის წინ დარღვეული სიმშვიდე უნდა აღადგინო შვილო. დედა, ხვდები რა სიტყავ ჩემგან. გინდა რომ ადამიანი მოუკლა. ტკივილმა ასე როგორ დაგაბრმავა. მართალი ხარ. ჩემი რასიმის სიკვდილმა ჭკუიდან გადამიყვანა.
დამაყრუა და დამაბრმავა შვილო. თუ ამას გულისხმობ, ტკივილმა უსინდისო ადამიანად მაქცია. დედა, შენ ამას გააკეთებ თურგუთ. როგორც ჩინარმა შენ ძმას თვალის დაუხამხამებლად მოუსწრაფა სიცოცხლე. შენც ისე მოიქცევი. არავითარ შემთხვევაში დედა. ეს ისეთი მარტივი არ იქნება როგორც შენ ამბობ. იქნება. წადი და დაამარცხე ის გველეშაპი. დაასრულე ჩემი ტანჯვა. კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება. დედა ასე სად არის? თავის ოთახშია. ბატონი თურგუთიც მასთანაა. თურგუთი? ამ დროს სახლში რას აკეთებს? დედა, ჩინარის დასჯა ღმერთს მივანდოთ. ჩვენ უფლება არ გვაქვს ადამიანს წავართვათ სიცოცხლე, რომელიც ღმერთმა უბოძა. რა გინდა თურგუთ? ჩინარს რატომ იცავ? რა გჭირს? ღირსება არ გაგაჩნია? იმ ქალმა საკუთარი ძმა, შენი სისხლი და ხორცი მოგიკლა. ნუ თუ საერთოდ არ ბრაზობ. დედა, მხოლოდ იმიტომ, რომ ჩინარმა ცოდვა ჩაიდინა, მეც სისხლში უნდა გავისვარო ხელი. ოჯახის სიმშვიდისთვის უპატიებელი ცოდვა უნდა ჩავიდინო, რადგან ჩემმა ძმისშვილებმა ბედნიერად იცხოვრონ. მე რა დავაშავე? ვერ წარმოიდგენ, რას განვიცდი. ვისაც შვილის დაკარგვით გამოწვეული ტკივილი არ განუცდია, არაფერი იცის შვილო. ვერ ხვდები რა ხდება ჩემს გულში. თავი ჩემს ადგილას წარმოიდგინე. ხედა? ამის გაფიქრებაც არ გინდა. და მე? მე რა ვქნა შვილო? შენ ამას შეძლებ თურგუთ. იმ კვლელს ყოველგვარი მოწყალების გარეშე მოიშორებ თავიდან. თორემ ჩავთვლი, რომ მეორე შვილიც დავკარგე. ჩემი სათქმელი გითხარე. დანარჩენი შენი გადასაწყვეტია. თურგუთ? რა ხდება ამ დროს სახლში რატომ ხარ? ხელში რა გიჭირავს? გამომართვი და ორი ხორცის ბლინი. შენაკ და ჯექიშვილო, მე დეიდა აიშეს დავეხმარები. დედა, ბიცოლა რატომ მოვიდა? აქ რას აკეთებდა? დედა! დედა! კარგი შვილო, მოვდივარ. თქვენი ლაპარაკეთ, მე მივხედა. ისევ ბებიაზე გელაპარაკა? ცდილობს დაგიახლოვდეს და ინფორმაცია გამოგტყუოს, შვილო მოიცადე. ზუჰალით ყვილად დავადანაშაულეთ, მგონი არაფერი დაუშავებია. რას ამბობ დედა? მისი როგორ გჯერა? ყველაფერი ისე არ ყოფილა, როგორც ჩვენ გვეგონა საჰერ. თავიდან შენსავით არ ვიჯერებდი, მაგრამ გამიმხილა, რომ სახლიდან და სამსახურიდან ბებია შენის გამო გამომაგდეს. თურმე ზუჰალი ჩვენთან ახლოს ყოფნას იმიტომ ცდილობს, რომ დედა ასიესგან დაგვიცვას. შენც მაშინვე დაუჯერე, არა? შვილო.
ჩემო სეჰერ, ზუჰალს კარგად ვიცნობ. ასეთ უნდობლობას არ იმსახურებს. კარგი დედა, კარგი. მაგრამ მაინც გთხოვ ფრთხილად იყავი. რადგან ფიქრობ, რომ მის ინდობა შეიძლება ასე იყოს. არავით არის მაგრამ სეჰერ. ზუჰალს ჩვენი დახმარება სურს. ახლა ყველაფერი უფრო მარტივი იქნება. იმედია. იმედია ისე იქნება, როგორც შენ ამბობ დედა. მართლა გააკეთებ ამას? ჩინარს მოკლა? ბოლო სიტყვა დედა ჩემმა თქვა ზუჰალ. რაც არ უნდა ვუთხრა აზრი არ აქვს. ვერ გადავაფიქრებინებ. ანუ? რა ვერ გაიგე ზუჰალ? დედა ჩემს ვერ შევეწინააღმდეგე. ხომ არ ვეტყოდი შენი შვილი მე მოვკალი და არა ჩინარმა მეთქი. ბავშვები უმამოდ ჩემ გამოდარჩნენ. ჩინარმა 20 წელი ციხეში ტყუილად გაატარა მეთქი, ამას ხომ ვერ ვეტყოდი. რას ამბობ თურგუტ გაჩუმდი? არ გაიგონა. ხდები რა ხდება? აი ეს არის ჩვენი ჩადენილი ცოდვის ფასი. ერთი ტყუილისთვის 1000 ტყუილის თქმა გვიწევს. კიდევ 1000 სიცოცხლე უნდა მოისპოს იმის გამო, რაც ჩავიდინეთ. ხომ ხედავ ზუჰალ, ჩვენი ჩადენილი ცოდვისთვის პასუხს ვაგებთ. ნეტავ შემეძლოს დედა ჩემს უთხრა, რომ ჩემი ძმა მე მოვკალი. მაგრამ ვერ ვუთხარი. შემეშინდა და ამიტომ ვერ ვუთხარი. ამით რა მოვიგე? ჩემი ტვირთი უფრო შემსუბუქდა. ახლა ვის მოვთხოვო პასუხი? ჩემს სინდის? დედა ჩემს გონია, რომ მისი შვილი ჩინარმა მოკლა. ქალს 20 წელი იმ დანაშაულის გამო მიუსაჯეს, რომელიც არ ჩაუდენია. ქმარშვილს დააშორეს. მითხარი ზუჰალ. ახლა ვის მოვთხოვო პასუხი? უდანაშაულო ქალი როგორ უნდა მოუკლა? თურგუტ მომისმინე? ახლა ამაზე ლაპარაკი უკვე დაგვიანებულია. გარდა ამისა უნდა გადაწყვიტო რა სიზამ. ჩემი აზრით დედა ასიეს ბრძანება უნდა შეასრულო. შენ თვითონ თქვი, რომ რაც არ უნდა გააკეთო არ დანებდება. აზრს არ შეიცვლის. საყვარელო, ასე ნუ მიყურებ. დამიჯერე ძალიან მწუხარ, მაგრამ სხვა გამოსავალი არ გვაქვს. ესე იგი ეს ერთადერთი გამოსავალია, არა? სხვა გზა არ მაქვს ზუჰალ. ჩინართან მივიდე და უთხრა შენი ქმარი უკვე მოუკალი. ახლა სასხლეც დის გამოკრავ და შენც მოკლავ მეთქი? მე უკვე მკვლელი ვარ. ერთით ნაკლებს მოკლავ თუ ერთით მეც რა მნიშვნელობა აქვს, არა ზუჰალ? თურგუტ ზურფასო. შენ მაინც ვერ ხვდები, არა? ეს ყველაფერი ჩვენ გამო მოხდა ზუჰალ. ჩემი ძმის, ჩინარის, მათი შვილების პასუხისმგებლობაც კი ჩვენ გვეკისრება. გული მტკივა ზუჰალ. 20 წელია ცეცხლმა ჩემს გულში ყველაფერი ცეცხლად აქცია. გამანადგურა. არ ვიცი აქამდე როგორ მოვახციე. ნებისმიერ წუთს შეიძლება დავნემდე ზუჰალ. როგორ შეიძლება ასეთი სასტიკები და დაუნდობლები ვიყოთ? წარსული როგორ უნდა დავივიწყო? მასწავლე ზუჰალ. საკუთარ თავს უსამართლოდ ეკცევი თურგუტ. უსამართლოდ? იცი რა არის უსამართლობა? ის რომ ჯერ კიდევ დაუსჯელები ვართ. თურგუტ. ისმინე, არც კი იცი რას ამბობ. დაფიქრდი და მიხვდები, რომ ასე არ არის. მარტო დარჩენა მინდა. გთხოვ დამტოვე. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი შვილო. ამინ. საღამოს ბევრი არაფერი მოამზადა, ყველაფერს მე მივხედა. ჩეთილმა დამირეკა. მითხრა ეს მაც წამოვაო. სამივე შვილს ერთად ნახავ. ვეუბნები სახენო ჩამოკვტირის გახალისდი მეთქი. ბედნიერი უნდა იყოს. ნახვამდის ჩემო პატარა. ხვალ გნახავ. ნახვამდის. ძალიან აღებებული ვარ დაო. მინდა რაც შეიძლება მალე გათენდეს ხვალინდელი დღე. მალე გავაესტრო, მალე.
დათვლილი დრო სწრაფად გადის. მთავარია იღბლიანი დღე გათენდეს. წავიდეთ. ზეინებ ნუ გეშინია. დაგინახე, მაგრამ ვერ გაიგონე. წამოდი მაგიდასთან დაჯექი. სადილი მოგიმზადე. კულინარიაში ძლიერი არ ვარ, მაგრამ იმედია მოგეწონება. ყველაფერი კარგად იქნება, ზეინებ. ყველა ჭრილობა მოგიშუშდება. შესაძლოა იარები დაგრჩეს, მაგრამ დროთა განმავლობაში ის ტკივილი განელდება, რომელსაც ახლა მთელი სიმძაფრით განიცდი. არ ინერვეულო. მარტო არ ხარ. მე და ბატონი ომერი შენ გვერდით ვართ. ომერი ძალიან კარგი ადვოკატი და ადამიანია. დამიჯერე, მამა შენს თავისი პულწრფელობით დაარწმუნებს. სიტუაცია ასეთია. ქალბატონ ზეინებს სურს ამ ქორწინებას სამართლებრივად დაუსვას წერტილი. ჩემო ზეინებ, ჩემო ძვირფასო. იმ არა კაცმა როგორ გცემა. იმედია ხელები გაუხმება, რომ ეს მეორედ ვეღარ გააკეთოს. ის რაც ნეჯმიმ ჩაიდინა არასწორია. შეცდომა დაუშვა. მაგრამ განქორწინებაზე ლაპარაკი ზედმეტია. ცდები ქალბატონო. ასე ნუ მიყურებ, ხალხს რას ეტყვი? ზეინებს დაელაპარაკეთ და უთხარით ბავშვურად ნუ იქცევა. ახლავე დაბრუნდეს ქმრის სახლში. ქმრის სახლში დაბრუნდეს? ის თქვენი შვილია. უფლის არ გეშინიათ? იმ კაცზე ძალით დააქორწინეთ. გოგო ქმარმა სასიკვდილოდ გაიმეტა და ახლა გინდათ მის სახლში დაბრუნდეს? ისე მოიქეცით როგორც მეკითხარით. ზეინებს უთხარით სისულელებს მოეშვას და ქმრის სახლში დაბრუნდეს. იმის მაგივრად რომ თქვენს ქალიშვილზე იზრუნოთ და დაიცვათ. გინდათ რომ ქმრის სახლში დაბრუნდეს? რადგან თქვენს მეზობლებთან არ შერწყვეთ, არა? ზეინები მართალი იყო. თქვენთვის ხალხი რა სიტყვის უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე საკუთარი შვილი. როგორ არ გცხვენიათ? თქვენს ქალიშვილს იმ კაცისგან ვიხსნი. სანამ არ გაშორდებიან, შვილს ვერ ნახავთ. მაგრამ სინდისი თუ გაქვთ, განქორწინების შემდეგ ხელს მოკიდებთ და სახლში წამოიყვანთ. თორემ არც მე და არც უფალი ამ საქციელს არ გაპატიებთ. არასდროს. დედა, ნახე, მოგწონს? ეს მეთოდი დეიდა ჰაირმა მასწავლა. თავისი ქალიშვილის მზითები სულ ამით მოკარგა. კარგია, მომწონს. დედა. მამას რა სჭირს? რა უნდა სჭირდეს, შვილო? კარგადაა. კარგად როგორაა, დედა? თითქოს ამ ქვეყანაზე არ არის. ვახშამზე 2 ლუკმა შეჭამა და გავიდა. ახლა ბაღში მარტო ზის. მართალია. ვახშამზე თითქმის არაფერი უჭამია. რამე პრობლემა გაქვთ? შენ ძვირფასო. კაცს მთელი ოჯახის ტვირთი აწევს. ბევრს შრომობს, რომ არაფერი მოგვაკლდეს. რასაკვირველია, რომ გადაიღალა. ოჯახ, დაღლილი ადამიანი უცებ პრობლემურ ადამიანად გადააქციეთ. შენს ოთახში წადი. სამეცადინო არ გაქვს? ფიდან. შენც წადი. ჯანანს დაეხმარე. უკვე დავეხმარე, დედა. ფიდან მეთქი. მის მინერძალო? არ გაბედო და თურგუც გონება არ მოუწამო. ეს რას ნიშნავს, დედა? ვერ ხვდები, რაზე მელაპარაკები. ძალო.
უკვე შენი გამოხედვით ხვდები რა იცი და რა არა. თურგუთი ამ საქმეს ბოლომდე მიიყვანს. შენ ხელს ვერ შეუშლი. რა თქმა უნდა, შენთვის მარტივი სათქმელია. ადამიანის მოკვლას თხოვ. 20 წელი გავიდა და ლაქა კიდევ ვერ ჩამოვირეცხეთ. ჩინარ. ყველაფერი შენი სიჯუტის ბრალია. ჩემო რასიმ. რომ იცოდე როგორ მენატრები. 20 წლის მერე შვილების გაერთიანებას შევძლებ. შენ კი ჩვენთან ერთად არ იქნები. შვილების გვერდით უცხოსავით ვიქნები. მაგრამ მადლობა ღმერთს ამისთვის. მადლობა ღმერთს. შენ ყოველთვის ამბობდი, რომ ჩვენი ოჯახის ხე იყავი, ფეხზე წამოდგებოდი და დაგვჩრდილავდი. განადგურებული ვარ. ძალიან მღელავ რასიმ. მეშინია, რომ ჩემი შვილები არ მიმიღებენ. ხელს მკრავენ. რასიმ. რასიმ. ძმაო. რასიმ. რასიმ. ნება მომეცია მაღამაკ დავრჩე. 20 წელია ყოველ ღამე თავს ბალიშზე იმ იმედით ვდებ, რომ ერთ დღესაც შვილებს გულში ჩავიკრავ. ნება მომეცი მათ გვერდით ერთი ღამე გავატარო. თავი დაანებედაო. უკვე საკმარისი გააკეთე. ნამცხვარიც გამოგიწხვია. დასვენება ხომ გჭირდება? არა უშავსდაო. არ მინდა სუფრას რამე აკლდეს. შენ შვილებს უნდა შეხვდე, ჩინარ. ერთადერთი რაც მათ აკლიათ შენ ხარ დაო. მოდი შეეშვი ამ საქმეს. კარგად გამოიძინე. ხვალ ენერგია გჭირდება. ამას დავამთავრებ და დავწვევი. დამავიწყდა მეკითხა. ხვალ კუდრეთიც მოვა? არ ვიცი დაო. იქნებ ბავშვებისგან გაიგოს, რომ ვიკრიბებით და ისიც წამოვიდეს. წარმატებებს გისურვებ. იმედია ყველაფერი კარგად ჩაივლის. იმედია. რადგან დასაძინებლად არ მიდიხარ, ყავას მოგიმზადებ. დაღლილობას მოგიხსნის. გმადლობდაო. ზეინები როგორ არის? არ დამშვიდ და? პირიქით კიდევ უფრო უარესადაა. მას შემდეგ რაც გადაიტანა, შოკიდან ვერ გამოდის. უფრო გულჩათხრობილი გახდა. წესიერად არ მელაპარაკება.
ხოლოდ იმას ამბობს, რომ მარტო უნდა ყოფნა. მამამისთან საუბარმა როგორ ჩაიარა. ეს ამბავი რომ გაიგო, როგორი რეაქცია ჰქონდა. სამწუხაროდ ზეინები მამამისთან დაკავშირებით მართალი იყო. კაცი გაბრაზებულია იმის გამო, რაც მის ქალიშვილს შეემთხვა. მაგრამ იმის ნაცვლად რომ შვილს მხარში დაუდგეს. იმაზე დარდობს მეზობლები რას ეტყვიან. ხალხი ილაპარაკებს, რომ ჩემი შვილი ქმრის სახლიდან პირველივე ღამეს გამოიქცაო. ქალიშვილის სიცოცხლეზე მნიშვნელოვანი ის არის, ხალხი რას იტყვის? ისი აზრით ქმარს ყველაფრის უფლება აქვს. მართალია ცოლისცემა, მაგრამ ზეინები ისევ მის სახლში უნდა დაბრუნდეს. ასე რომ თუ ზეინებს მამამის ჩავაბარებთ, ის მაშინვე ნეჯმის დაუბრუნებს. ახლა როგორ მოვიქცეთ? როგორც ჩანს, ზეინების ბედი ჩვენ გარდა არავის ადარდებს. განქორწინებამდე აქ დარჩეს. მერე მოვიფიქროთ, როგორ მოვიქცეთ. ვეცდები დავეხმარო, სანამ სამსახურს არ იპოვის და ოჯახს არ შექმნის. საღამო მშვიდობისა. შეიძლება დედა ჩემს დავურეკო. ალბათ ნერვიულობს. დავამშვიდებ. კარგი. მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უთხრა სათხარ. ფრთხილად უნდა ვიყოთ. ალო, ვინ ბრძანდებით? ალო. დედა მე ვარ, ზეინები. ზეინებ. ჩემო ძვირფასო. გავიგე რომ ქმარმა გცემა. ახლა როგორ ხარ? რამე გტკივაშვილო. დედა კარგად ვარ, არ ინერვიულა. ქალბატონი ესმა და ბატონი ომერი ზრუნავენ ჩემზე. გთხოვა სენუ გამიმეტებთ. სახლში დაუბრუნდები, მაგრამ ჩემი თავი იმ კაცს აღარ გადასცეთ. მისი დანახვა აღარ შემიძლია დედა, აღარ მინდა. ნუ გეშინია შვილო. იმ ნაძირალას უფლებას აღარ მივცემ ხელი დაგაკაროს. ღმერთმა დასაჯოს. ოსმან გთხოვ, ნება მომეცი შვილს დაველაპარაკო. შენ ნუ ერევი. ზეინებ, მომისმინე. სასწრაფოდ დაბრუნდი სახლში. ჭკუიდან არ გადამიყვანო. ხალხმა უკვე დაიწყო შენზე ლაპარაკი. სირცხვილით გარეთ ვერ გამივლია. გაფრთხილებ ზეინებ. ან შენინებით მოხვალ. ან გიპოვი და თმებით მიგათრევ მასთან. მამა გთხოვ, ასე ნუ გამიმეტებ. ნუ მაიძულებ იმ ნაძირალას სახლში დავბრუნდე. მომისმინეთ ბატონო ოსმან. ამიერიდან ამ გოგოს ცხოვრებაში არც თქვენ და არც ის არაკაცი აღარ ჩაერევით. გასაგებია? ზეინები მარტო არ არის. თუ კიდევ ეცდებით დააშინოთ, ჩემთან გექნებათ საქმე.